უნდა თავის ხო და ეგ არის ჩემპიონობა. ანუ გამარჯვებულს რო შეუძლია დამარცხებულის ადგილზე წარმოიდგინოს თავი და ის გაახაროს საბასთან გადაჭრა. ეგ არის ჩემპიონობა. საბა უკაროდ გეხარ, შენ ხო ხელს იწევდი, გითხარ. ნამდვილი ჩემპიონობა არის, როცა წაგებული ხარ, მაგრამ მაინც გიხარია, რომ ვინმე გავიდა პირველზე და შენ მიულოცა მას. ეგეც ნამდვილი ჩემპიონობაა, კი ბატონო. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება. მასწავლებელმა რა უთხრა? ჯერ მოდი ეს თქვათ მათემ რა თქვა. მოდი ეს თქვათ მათემ რა თქვა. მასწავლებელო, სამჯერ ავედიო კვარცხლბეკზეო, მაგრამ ეგეთი სიხარული რაც ეხლა მაქვს გულში, არასოდეს არ მიგძნია. ეგ მართლაც ეგრეა. ეს ვინც ეს მოთხრობა დაწერა, იმის სიტყვები კი არ არის. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს. შენ როდესაც რაღაცას გაძლევენ, ეს ადამიანური სიხარულით გიხარია. შენ როდესაც სხვას აძლევ რაღაცას, ეს სულიერი სიხარული, ეს გაცილებით მეტი. იმიტომაც უთხრა მასწავლებელმა, რომ შენს გულს უფალი შეეხო. სხვა არის სიხარული, როდესაც ადამიანის გულს უფალი შეეხება და სხვა არის, როდესაც ადამიანური რაღაცის გამო გიხარია. იმიტომაც უთხრა, რომ შენს გულს უფალი შეეხო. სასუფეველის სიტყვება განიცადა იმ დროს მათემ, არასრულად რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ისიც. და უთხრა, რომ ხელი ჩაჭიდე მაგ სიტყვებას, უფალს ხელი ჩაჭიდე და არასოდეს არ გაუშვა. და რითი გამოჩნდა, რომ მათემ არ გაუშვა ხელი მაგ სიტყვებას, იცით, რომ არავისთვის არ უთქვია. მათეს რომ მთელი დედამიწისთვის მოედო ეს ამბავი, იცით ხალხო, რა გავაკეთე. ეგ იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ მათემ ხელი გაუშვა მაგ სიტყვებას. გამოამჟღავნა და გაუფრინდა გულიდან ის სიხარული. თუ გინდა რომ გულში სიხარული გქონდეს, აქედან დასკვნა რა არის? არავის არ უნდა უთხრა შენი ფარულად გაკეთებული სიკეთის გამო. თუ ღმერთი ინებებს, რომ ეს გამოაშკარავდეს, როგორც აქ გამოაშკარავდა, რომ იმ დღიურს კითხულობდნენ და გამომჟღავნდა, და იყოს ნება ღვთისა, მაგრამ შენ არ უნდა თქვა. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ.